მინდა ვისაუბროთ სხეულის კორექციაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მეც ძალიან ბევრი შეკითხვები დამიგროვდა და ამ თემაზე სასაუბროთ მოვიწვიე ჩემი მეგობარი და ძალიან გამოცდილი სპეციალისტი ამ სხეულის კორექციის სფეროში და ზოგადად ესთეტიკური მედიცინის სფეროში, PR სპეციალისტი, ჩემი უმშვენიერესი ქეთი მაჭავარიანი. მადლობა ქეთი, რომ დრო გამონახე და მოხვედი ჩემთან სტუმრად. დღესდღეობით ქეთი წარმოადგენს კლინიკა ფრეიას და ეხა ამომწურავად ვკითხავ თუ როგორ უნდა დავიწყოთ სხეულის კორექცია, როგორ მოვემზადოთ ზაფხულისთვის, რუჯისთვის და ასე შემდეგ. მოგესალმები. ეს გიგნათია, რამდენადაც გვიყვარს ქალბატონებს გაზაფხულის მოახლოება და ზაფხულის მოახლოება, იმდენად ფოთებში ვარდებით ხოლმე, იმიტომ რომ ზამთარში მაინც ვიმალავთ, სამოსით ამ ყველაფერს რაღაცა გაზაფხულზე ვეღარაფერს ვეღარ მიმალავთ და უკვე ვიწყებთ ფიქრს რა, როგორ გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიყოთ მომზადებულები ზაფხულისთვის და ცოტა თამამებიც კი. და ძალიან შურს ხოლმე ამ დროს მამაკაცების რომ ეს ფოთვები მათ არ აწუხებს და აბა, ისე რა უცნაურია, მაგრამ მინდა გითხრა სტატისტიკურად, რომ 70-30%-ზე მოდის უკვე თავის მოვლის პროცენტულობა, მამაკაცებმაც დაიწყეს თავის მოვლა და იხა შენახსენე, რომ მე დღეს წარმოვადგენ ფრეიას კი, სადაც ძირითადი მიმართულება და ხაზი არის ტანის მოვლა და სხეულის კორექცია და იქაც მამაკაცები უკვე რაღაცა ესე გადანაწილდნენ, რომ იწყებენ მზადებას საგაზაფხულოდ. ესე იგი დადიან მამაკაცები, მომხმარებლები გყავთ, ხედავ. კი, დადიან უკვე ულიან, იმიტომ რომ აქვთ ხოლმე ხშირად ღიპის პრობლემა მამაკაცებს და აი ამ პრობლემის ცელულიტის პრობლემა ვიცით რომ არ აქვთ, მაგრამ აქვთ ღიპის პრობლემა. აი, მოდი პირველი კითხვა დავსვათ, აი ამ ღიპს რომელი აპარატი არის რამდენიმე აპარატი. ხო, არის MES აპარატი არის, რაღაცა ანუ ვიზუალურადაც ეხა კადრებს გადაფარავს, თქვენი პროდიუსერი და თვალნათლივ დავინახავთ და ადებენ ანუ კუნთზე, რომელიც მუშაობს უშუალოდ კუნთის გამოყვანაზე, მაგრამ კუნთის გამოყვანამდე სადამივა პროცედურა. უნდა მოხდეს ცხიმის დადნობა. ცხიმის დადნობა ხდება ლიპოსლიმით, ასევე კრიოლიპოლიზის სახელითაც არის ცნობილი ეს პროცედურა. ანუ ვაკუუმის საშუალებით შეისრუტავს ცხიმოვან ქსოვილს და ყინავს -6-8 გრადუსამდე და მე ეს გაყინული ცხიმი ლიმფურ სისტემაში გადადის, მე გამოიდევნება გარეთ შარდის გზით და ასე შემდეგ მოკლედ. ანუ ჯერ ხდება რაღაცა პროცედურების თანმიმდევრობა და ამ ღიპის პრობლემას უკვე ნევნელა გვარდება. ჯერ ცხიმს მოიშორებენ, მერე კუნთს გამოყოფენ და ასე შემდეგ. თან პარალელურად შეიძლება ჩაირთოს მეზოთერაპიის პროცედურებიც, რომელიც ინექციით კი კეთდება ღიპზე და ღიპზე მუცელზე, ანუ ასე ეგრეთ წოდებულზე და ეს ცხიმის პროცესიც უფრო დნობის პროცესიც უფრო მარტივი და სწრაფია ამ შემთხვევაში. ანუ ძირითადად ეს კომბინაციები გამოიყენება ხოლმე, თუმცა აქტიურად არის ხელის მასაჟიც ხოლმე ჩართული და სხვა აპარატურული მეთოდებიც, მაგრამ ძირითად კომბინაციაში არის ხოლმე მეზოთერაპია, ეს ცხიმის დამშლელი მეზოთერაპია, ლიპოსლიმის პროცედურა. ეს ნემსებით. კი, ცხიმოვანი ფენა სადაც არის, ყველგან კეთდება ეს მეზოთერაპიის პროცედურა, ეს თეზო იქნება მკლავი თუ მუცელი მათ შორის. და აი ესე რამდენ პროცედურაში შლის ქეთი? იცი რა, ახლა მაგალითად ჩვენ გვყავთ რამოდენიმე ესეთი მამაკაცი, მათ შორის ცნობილებიც ხარ დავასახელებ, რომლებმაც აი 7 პროცედურაში მაგალითად ერთ-ერთმა, რომელიც ჩემი მეგობარიც არის, -6 სანტიმეტრი დაიკლო. რას მეუბნები? თან თუ უკვე კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თანამედროვე ესთეტიკური მედიცინა ძალიან დახვეწილია 21 საუკუნეში, ცოტა წლების წინ კიდე რაღაცები იყო, ძირითადად ძალიან ახალი სფეროა მაინც რა, სოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. აი 20 წელია რაც დავიწყეთ აქტიურად ეს აპარატები და უკვე იმდენი შემოვიდა და ისეთი გაჯერებულია ჩვენი ბაზარი, რომ ცოტა მე მაგალითად ვიბნევი, აი რაზე სად მივიდე, ვის მივაკითხო, რომელი აპარატია კარგი და ეხა ამ ყველაფერს გიკითხავ. კი, აუცილებელია და მეც ყოველთვის ძალიან ჩემ მეგობრებთან ვცდილობ და ისე საჯაროთაც რომ ძალიან გულწრფელი ვიყო, იმიტომ რომ ეს ადამიანი რომ მივა იქ კონკრეტულ ცენტრში, აუცილებლად უნდა ქონდეს შედეგი. უნდა დახვდეს პროფესიონალი ექიმი და უნდა დახვდეს ისეთი აპარატურა, რომელიც შედეგის გარანტია. ეხლა დღესდღეობით მსოფლიო ესთეტიკაშიც და საბედნიეროდ საქართველოშიც და კონკრეტულად ფრეიასკინში სხეულის მოვლის მიმართულება ძალიან არის განვითარებული და უკვე წლებია აი ამ გამოცდილებას უზიარებენ ქართველ ქალბატონებს და არა მარტო ქალბატონებს, მამაკაცებსაც მათ შორის. ანუ აქვთ ძალიან ბევრი აპარატურული მეთოდი, მათ შორის ხელითაც, სადაც ძალიან კარგ შედეგებს დებენ. პრობლემები შეიძლება იყოს რამოდენიმე, როცა რაღაც გვინდა, ხო? შეიძლება ცელულიტი გამხდარი იყო და ცელულიტი კონდეს, რა თქმა უნდა, პრობლემა და კონდეს ცელულიტის პრობლემა. ამას ინდივიდუალურად უდგება ისეთი პროგრამა, რომ ცელულიტის პრობლემა მოაგვაროს. მაგალითად, გვაქვს წონის პრობლემა, ცელულიტის, ანუ ყველაფერი გვაქვს. ცელულიტი,
კორექცია გვინდა, ის გვინდა გახდომას და ასე შემდეგ. მაგ შემთხვევაში უკვე სხვა პროგრამა დგება და ეს არის ინდივიდუალური. ამიტომ კონსულტაცია აუცილებელია, ეს არის უფასო, მოვა ექიმთან გაივლის კონსულტაცია, შეუდგება პროგრამა და შემდეგ უკვე დაიწყებს მკურნალობას ამაზე. თუმცა უკვე რაღაცა ისინი გამოკვეთილია ლიდერები, ბაზრის რა პროცედურა. აი მარტო ცელულიტის დამშლელი, აი ვთქვათ, რომელი აპარატია? ცელულიტზე მუშაობს მაგალითად ენდოსფეროს პროცედურა ძალიან კარგად. მე ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ნაკლებად ტრამვული პროცედურა, ძალიან ეფექტურია. წინა წელსაც რო ვიყავი გამოფენაზე, იქაც ყველა ქვეყნის და მასაჟისტების მიერ აღიარებული პროცედურა იყო და აღიარებდნენ, რომ შედეგებით ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პროცედურა იყო, იმიტომ რომ ესე იგი რაღაცა ვიბრაციული საშუალებით ხდება სხეულზე ზემოქმედება და შესაბამისად არ არის ძალიან ტრამვული. მაგალითად, ვისაც აქვს ვენების პრობლემა, ამ შემთხვევაში ძალიან კარგია მათთვის ენდოსპეროს პროცედურის გაკეთება, იმიტომ რომ არ აზიანებს და თან ისეთ ცხიმოვან ფენებზეც მუშაობს, სადაც მაგალითად ხელით ვერ წვდება მასაჟისტი და ვერ ერევა. შესაბამისად, ხო, სხვადასხვა მეთოდები. თუ არ გაქვს ვენების პრობლემა და ასე შემდეგ, უკვე კომბინაციაში შეიძლება გაკეთდეს სხვა აპარატურებთან ერთად, მაგალითად, ენდოსფერო და უფრო ეფექტი მოგცეს ცელულიტთან და კორექციასთან ბრძოლაში. ეს არის ერთ-ერთი იდეალური პროცედურა ცელულიტთან და სხეულის კორექციასთან საბრძოლველად. მოკლედ, ჩემ ფავორიტს გეტყოდი. აჰა. და აი ეს მოყინვის აპარატი რო ახსენე, ეს როცა წონის კლება გვინდა, მაშინ ანუ ერთად გვინდა, მაგ შემთხვევაში და ესეც შეგვიძლია ერთად გამოვიყენოთ. აუცილებლად კი, რა თქმა უნდა და ანუ წლების შედეგად რაც უკვე ვაკურდებით და ისედაც აპრობირებულია ესე ყველას მიერ არის ის, რომ კომბინაციაში უფრო კარგ შედეგებს იძლევა აპარატურა და ხელით. რასაც ხელი ვერ აგვარებს, გამომიცდია კი. რასაც ხელი ვერ აგვარებს, მუშაობს აპარატი, რასაც აპარატი ვერ მუშაობს ხელით. აი ხელით უფრო კარგად ძირწავენ, მოყვებათ კუნთი, ასე შემდეგ და ოღონდ ამ ყველაფერს კიდე ხაზგასმით აღნიშნავ, რომ უნდა აკეთებდნენ პროფესიონალები და შემდეგ კომბინაციაში ხა ჩვენთან ანუ ფრეიასკინში იქ ჩვენ ვაკეთებთ 4 ხელში მასაჟს ანტიცელულიტურს და წარმოიდგინე 4 ხელი შენ სხეულზე პროფესიონალურად რომ მუშაობს. და მართლა ძალიან კარგი შედეგები აქვს და არის ხოლმე რომ აი მესამე პროცედურიდან უკვე გრძნობენ გარშემოწერილობის შემცირებასა, ცელულიტის ცოტა რთული რაღაც, ეს არის ანთებითი პროცესი და შესაბამისად ცოტა ეხა აღარ დავიწყებ რაღაც სამედიცინო ტერმინოლოგიით, საუბარს რადგან მაყურებელს ძალიან მარტივად გავაკეთებ. რთული და ეს ჩვენც ალბათ ბევრს გაგვიკეთებია და არაგულაგებია და ეს ხელი ჩაგვიქნევია, რომ კაი, ხას ანტიცელულიტური მასაჟი არ შველის ამ ყველაფერს და იმიტომ რომ გაუკეთებიათ კურსი, მაგრამ აქ არის ხოლმე ძალიან ბევრი ფაქტორი. ან არის არასაკმარის და 7-10 პროცედურა არ არის ხოლმე საკმარის ამ შემთხვევაში და არის ძლიერი ანთებითი პროცესი და ძლიერი ღრმად ჩამჯდარი წლების ცელულიტი და იმას 10 პროცედურა როგორ უშულოს ეს ხო წარმოუდგენელი რაღაცა. ან არის არაპროფესიონალის მიერ გაკეთებული და აი ბევრი ფაქტორია ხოლმე და მე მინდა ვუთხრა ქალბატონებს, ვისაც გაკეთებული აქვს ეს პროცედურები და ხელი აქვთ ჩაქნეული, ესე არ არის მეგობრებო, როდესაც აი კიდევ ერთხელ აღნიშნავ ძალიან დიდი სიამაყით, იმიტომ რომ ეს ხაზი გვაქვს ჩვენ აღებული ფრეიასკინში, რომ ჩვენ ჩვენთან მობრძანდებით, ნამდვილად და გაიკეთებთ, შენც ხო გაიკეთე და თან იცი და საოცარი პროცედურები გაქვს, საოცარი. შენ თავზეც გამოცადე, რომ აი სატესტოთაც რო გაიკეთო, მიხვდები, რომ შედეგი გაქვს, იმიტომ რომ გრძნობ, რაც არ უნდა არ ერკვეოდი ამ პროცედურაში, გრძნობ, როგორ აკეთებს და როგორ მუშაობს შენზე სპეციალისტი, თუნდაც აპარატით, თუნდაც ხელით, მაგას არ აქვს უკვე მნიშვნელობა. ქეთი, კიდე რა მაინტერესებს ამ ფრეიასკინში რა პროდუქციით მუშაობთ? პროდუქცია ჩვენ ძალიან გვიყვარს, არ ვიცი ხა რეკლამა გამოვთო არ გვინდა, მაგრამ პროდუქციას რაც შეეხება ძალიან კარგად თანამშრომლობთ და მუშაობთ ველედად, იმიტომ პროფესიონალი ხაზია და ძალიან კარგი სხეულის ზეთები და ანტიცელულიტური კრემები აქვს და ამით ვამუშავებთ ხოლმე, ხედავენ ჩვენთან კლიენტებიც ამას, რომ ანტიცელულიტურ მასაჟის დროს ძალიან აქტიურად გამოვიყენებთ ხოლმე ამ ყველაფერს და აპარატებზე ხშირად არ ჭირდება პროდუქცია. აპარატები ეს თვითონ მაგალითად ენდოსფეროს საერთოდ არ ჭირდება. ხო, ენდოსფეროს არ ჭირდება კი. მართალი ხარ ხო? ზოგიერთ თავისისა აქვს ეს ჟელე და ის. ხო, კრიოლიპოლისას მაგალითად თავისი სითხე აქვს, სითხეში იმეშვება სალფეტკი, ეფინება ამ კონკრეტულ ზონაზე და ისე იყინება ცხიმი, მაგალითად ამაზე პროდუქციები, არ არის საჭირო. ხო, აი ხა ქეთიმაც აღნიშნა და მეც მაგალითად მართალია წლების წინ მესამე ფეხმძიმობის მერე მქონდა ცოტა ცელულიტი და აი ესე 7 პროცედურაში ავილაგე ხელით მასაჟი და აპარატით საერთოდ გამიქრა. დროულად
მივხედე კი და კიდევ კეთი თქვენთან ერთ-ერთი პროცედურა გამიკეთეს აპარატი ველაშეიპი კი ძალიან მომეწონა და აბა მაგასაც რო ერთი ორი სიტყვა თქვა კი ველაშეიპი სხვათა შორის დასახელდა გასულ წელს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ აპარატურულ მეთოდად მსოფლიოში იმიტომ რომ ძალიან ბევრი მასაჟისტი და ის იყო ძალიან კმაყოფილი მოკლედ კი მართლა ძალიან მაგარი აპარატია ველაშეიპი მუშაობს ვაკუუმით რამოდენიმე თავაკი აქვს ვაკუუმი სხივების თერაპია და ერთმანეთთან და კომბინირებულად ძალიან კარგად მუშაობს და აი მაგალითად წეღან იმიტომ ვახსენე რომ რამოდენიმე მეთოდი და განსხვავებული მეთოდი იმიტომ არის კლინიკაში დანერგილი რომ მაგალითად აი ვენების პრობლემა ვისაც აქვს იმას ვუკეთებთ ენდოსფეროს ველაშეიპი ვაკუუმით მუშაობს და ცოტა ის პრობლემაა ვაკუუმზე ვერ მუშაობთ მაგრამ თუ არაფრის პრობლემა არ აქვს ველაშეიპი და ენდოსფეროს პროცედურა არის იდეალური სხეულის კორექციისთვის აი ყველაზე კარგი კომბინაცია იმისთვის რომ მოიგვაროთ ის პრობლემები რა პრობლემებიც გვაქვს მაგალითად ცელულიტი კორექცია თუ ცხიმის წვა ну ესე იგი არ ვიცი ესე იგი ამომწურავი ინფორმაცია მივიღეთ ხელს ყველაფერი არის ინდივიდუალური ვთქვათ ეს ამისთვის არსებობს კონსულტაცია პროფესიონალი ექიმის როდესაც მოდიხართ გზომავენ გწონიან და შენი აკონტროლებენ ნამდვილად შენი პრობლემის მიხედვით აკონტროლებენ ყველა პროცედურის შემდეგ შენ შედეგებს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და თუ ამ ყველაფერს ყოფითად შეუწყობთ ხელს მეგობრებო მინდა გითხრათ რომ მართლა ძალიან კარგი შედეგს მივიღებთ და გაზაფხულზე შფოთვით აღარ შევხვდებით საფხულს და ვიქნებით ფორმაში. რა ვიცი, გალამაზებული და დასაწყები მაქვს აუცილებლად ვეღარ ისე გვიყვარს ხოლმე ქართველების სენია ეს რა, როცა მზეს დავინახოთ, მაშინ გვიჩნდება мотиваცია, რომ ეს პროცედურები დავიწყოთ და ცოტა გვეზარება ხოლმე ეს ყველაფერი, თუმცა კარგია ხოლმე ცოტა ნადრევად დავიწყოთ, მაგრამ არც დაგვიანებული არ არის და რა თქმა უნდა, როცა ესეთი საოცარი ცენტრი არსებობს და ესეთი კარგი სპეციალისტები ეს მიმართულება აქვს აღებული და ამიტომაც ძალიან პროფესიონალები არიან ამ მიმართულებით. ურმესი მადლობა კეთი ესეთი საინტერესო ინფორმაციისთვის დღეისათვის სულ ეს იყო კარგად ბრძანდებოდეთ